მეუფე გრიგოლი სოხუმიდან არის, სოხუმელი. ქრისტიანი. ბერძნული არის მოსახლეობა თავის რაიონში და ეხლა ჩვენ ესე ვთქვათ, ადრის წინამ ტრანსფორმირებული რომ სიტყვით ოგმაროს ადრესატურულ და ვიცე გამოსვლები. ქრისტიანობა. მოგესალმებით ბენო აღარ სამხედროესობა უკრაინაში. მოგესალმებით ბენო სამხედროესობა უკრაინაში. მოგესალმებით ძვირფასო მამებო, დედებო, მამებო და წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველის გავსაყო. მინდა მივმართო უფალს. დიდხარ შემოფალო და საქმეებელ არიან საქმენი შენი და ვერ მიშენდებელ არს მადლის მიცემა საქმეებელად და შენი. ჩვენ ყველანი შეკრებილი ამ წმინდა და დიდებული ტაძრის თავქვეშ ვართ მადლიანი ღვთისა, რომ ინება უფალმა ჩვენი ულამაზესი ქალაქის უძველეს დასახლებაში. სადაც დასახლდნენ პირველი ჯიათურები, ვარად მეჟავეები და უკანსაც ეწოდა ლეჟუბანი, აშენებულიყო ულამაზესი უშვენიერესი ტაძარი, ღირსი გაბრიელ, ამსარებლისა და სამოსის საფუძველი. 13 წლის წინ მოსახლეობის ფორმით ყველას გვახსოვს თქვენი მობრძანება მეუფეო ლეჟუბნის დასახლებაში, მოსახლეობასთან შესაძლებლად, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, რომ აშენებულიყო ტაძარი ღვთისა. თქვენ ყოველივე სიყვარულით მიიღეთ და დავიწყეთ ადგილი შერჩევა. რამოდენიმე ადგილი, რომელიც წარმოგედგინა ტაძრის შესაფერისა, ის განგებულებით დაიწუნეთ. ეს ადგილი იმ პერიოდში ეკალ ბარდით იყო დაფარული. მცირე ნადავლ საქმეს წარმოადგენდა. ვერავინ მიფიქრებდა, რომ აქ აშენებული იყო ტაძარი. ახლა თვალწინ მიდგას, როგორ შემოთავაზა დედა ელენე ლეუფერო, ამათ თუნდაც რა სიტყვი, აქ ხომ არ იქნება ტაძრის აგება კარგი, რასაც თქვენი მხრიდან მოყვა თანხმობა. შემდეგ მე ვიკითხეთ, ვისი სახელობის შეიძლება ყოფილიყო ახლა დაგებული ტაძარი. აქაც დედა ელენე მითხოვა სიტყვა. ლეუფერო, მამა გაბრიელი ახალი შერაცხულია წმინდანი და ხომ არ აჯობებს ტაძარი იყოს მამა გაბრიელის სახელობის, რასაც მოყვა თქვენი და ლოცვა კურთხევა და თანხმობა. დაგვევალა მე და მამა თადეოს იმხრად ყოველ პარასკევს შემდგომ ორშაბათობით შეგვესრულებინა პარაკლისი ღირსი მამა გაბრიელის სახელზე და ოჯახიდან ოჯახში ემოგზაურა მამა გაბრიელის ხატს. ასე გადაწყდა ამ ადგილას აშენებულიყო ღირსი გაბრიელ ამსარებლისა და სამოსის სახელობის ტაძარი, რომელიც საძირკველიც 10 წლის წინ 2015 წლის 23 აპრილს თქვენს მიერ იკითხა. ჩვენი სამრევლოს და პირადად ჩემი სახელით განსაკუთრებული მადლიერებები და გამოხატვა მეუფეო თქვენს მიმართ. 13 წლის განმავლობაში ჩვენ არ მოგვიებია თქვენი ყურადღება და თქვენს ფავორით დროებობა. ჯერ კიდევ მხოლოდ საზრდული იყო ჩასული, როდესაც 2015 წლის 2 ნოემბერს მამა გაბრიელის სენების დღეს ახალქალაქისა და კუნძულის და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოსთან ერთად რიაცის ქვეშ აღავლეთ სამთო ლიტურგია. ასევე შეგისრულებიან სავედრებელი პარაკლისები. ახლა დაგებულ ტაძარში 2023 წლის 2 ნოემბერს თიანეთისა და შავკანსულების ეპისკოპოს მეუფე მიქაელთან ერთად აღასრულეთ საზეიმო წირვა. მუდამ ეწეოდით ლოცვით და ამხნევებით ჩვენი ტაძრის ღვთისმშობლებს. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა უხსენებმა ამ გაწეული ღვაწლისათვის. ასევე ყოველ შემოწირვებს ამ დიდებული ტაძრის აგებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მინდა მადლიერება შევიფალოთ ყმა აზრ იგივე დავითის სულს, რომლის გარდაცვალების შემდეგ უფრო აქტიური გახდა 2019 წლის მაისის თვიდან ტაძრის შენებობა. ერთ-ერთ გადაღებაში თქვენ ბრძანებით, დავითი არის მამა გაბრიელთან ერთად მისიაში მდგომი და ლოცულობს ამ ტაძრის აღშენებისათვის. მადლიერებას გამოთქვა ჩვენი უსაყვარლესი მონაზონის, დედა ელენეს მიმართ, სწორედ მისმა იდეამ განსაზღვრა ამ ტაძრის მიმოვარდა. ასევე მინდა მადლიერება გამოხატო ტაძრის არქიტექტორის, ბატონო დავით სვანეთის მიმართ, რომელმაც შექმნა ამ დიდებული ტაძრის პროექტი, რომლის ხილვასაც ადამიანები ახლოვანებაში მოჰყავს. ასევე ტაძრის
ჩვენი აზრის მრევლი და პირადად მე მადლიერები ვარ დეკანოზი მელქისედეკ ფედერიცის ფედერიცის მიერ ჩვენი აზრისთვის დაწერილ ბაძილსათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განგებულს, ბატონ გივი მოდებაძის და განგეობის ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისათვის და თანამდებობისათვის. მინდა მადლიერება გამოვხატო მელქისედეკის მიმართ, რომელიც ჩამოგზავნდა და მიიღო მონაწილეობა ამ დიდებულ დღესასწაულში. და ბოლოს ჩვენი სამეურნეოს პირადად ჩემი სახელით მინდა გადმოვცეთ მოგზაურობის საჩუქარი სამგელმთავრო ყველი რომელიც ჩვენ სპეციალურად დავამზადებული ვიყავ, მასე არის გამოსახული წმინდა მოციქულთასწორი დედა ნინო, ჩვენი ძველთავად გამოჩენის დადგენა სწორედ წმინდა მოციქულთასწორი დედა ნინოს სამყაროთან მოხდა და წმინდა ნინოს დადგენ არაერთი გამოდე და გარიწმინდა დანიელ წინასწარმეტყველი ჩვენი ხალხის წმინდანი და ასევე ისი მამა გაბრიელი და მე არ მახსენდება ისტორია რომ ყოფილიყოს ესეთი შემთხვევა რომ ჩვენ ვისაც წესი ავუკეთეთ სულის გასაწევი ის ადამიანი შეირაცხა წმინდანად და მის სახელობის ტაძარი უბრალოდ მემიქნებით და ბოლოს უმორჩილესას თქო შეავედო მამა გაბრიელს და დავით ჩვენს სამგელმთავროს. ასევე დედა ელენეს მინდა მომართვა ძვირფასი ვარდების ხანი. და ჩვენ დღეს ვიქნა რომ გადავცეთ მათ ასეთი ჩვენი ეპარქიის სიგელი ჯილდო ამ დიდ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი საქართველოს საპატრიარქოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სიგელი ქალაქ ჭიათურაში ლეჯუფანში ირსი მამა გაბრიელ სალოსისა და აფსანებელის სახელობის ტაძრის შენობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლისათვის მერქმა დაალონსოს დეკანოზი მელქისედეკი ფედერიძე და მიანიჭოს მას მადლით ისა და მრავალჟამიერი სიცოცხლე ქალაქი ჭიათურა 2025 წელი ჭიათურისა და საჩხერის მიტოვებული დანია. Axios, 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 დეკანოზი თადეოზი სარანიძე აქსიოს 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 დეკანოზი ეიმურას რუხაძე ტაძრის სინამძღვარი რომელმაც დაბრუნებას ყველაფერი გააკეთა, რომ კარგად წარმართული როლის შედგება და პირადების ეიმის ეხერხება ზეიმების მოწმობა. აქსიოს, 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 მისი სახელობის უდამოკიდებულის ტაძარი ამის შერჩევისას ხისიერად მიიღო გადაწყვეტილებები შტაგონებულმა მონაზონმა ელენე. აქსიოს, 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 აქსიოს,
ერთის მხრივ ეს არის მსგავსი კაცისა, მეორეს მხრივ ძალიან ორიგინალური ტაძარია, არაჩვეულებრივი გარედან ექსტერიერი, ინტერიერი, საერთოდ ეს არქიტექტორი ხუროთმოძღვარი გამოირჩევა აი ამ ბოლო წლებში საეკლესიო ხუროთმოძღვრების უამრავი მნიშვნელოვანი ძეგლია შექმნილი. ეს არის ბატონი დავით სვანიძე, აქსიოს. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Ale verba ადამიანმა გაიგო შემოწირულობა, მაგრამ აი ესეთი ბირთვი რომელმაც ლობისი თავის თავზე აიღო და ჩართული იყო ბოლომდე ამაში. ეს არის სამი პიროვნება, ყოფილი იოსები. პირველი ეს არის მონარქისა ლევან წერეთელი. აქსიოს. აქსიოს, აქსიოს, აქსიოს. Axios, axios, axios. Monarchisa, axios, axios. Monarchisa, შავა კვედელიძე. Anzuri Davids. Axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Monarchisa Kahaves Saravidze. Axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Diakorashi tandema da mopatsevets არაჩვეულებრივი ქალბატონი იზო ცაციძე, რომელიც არის არაჩვეულებრივი მოვალე და მისი ვაჟი სადღაც განაცხადოს და ის ძალიან აქტიურად ჩართული და შეგვიძლია რომ ასახავდა დღეს აქტიურობა. მონარქისა ირონა მარათაშვილი, აქსიოს. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Ჩვენს არაჩვეულებრივ ხუროთმოძღვრებას ასევე მოუხდა არაჩვეულებრივი ხატები და მის ავტორს მონარქისა გოჩა ჩიქოვას ასევე გადაეცემა სინგელი Axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. Axios, axios, axios. კიდევ ერთხელ ყველას უმეტესი მადლობა. დღევანდელ ეს დღევანდელ ამზეებში მონაწილეობისათვის განსაკუთრებით ვის პოვადოსამრელოს ველფერ გრიგოლს ჩვენს განსაკუთრებით სამრევლობას ჩვენ სხვადასხვა ეპარქიიდან ჩავამზადეთ ჩვენს სტუმრებს ჩვენ გვაქვს ასევე საერო პირები ბატონი გადაგიგვიშვილი თავმოყრილი მარგაჯოხაძე და გასაკვირველია ჩვენს ხელისუფლებას დიდი მადლობა რომ თავიდან მოეწოდეს დიპლომატია და ველება როგორც თეატრის ისევე საჩხერის ყოველთვის ვერჩინიკას ელიტიას მოიმედები და გასაკვირველია დღევანდელ დღეს მონაწილეობთ ამ ცენტრში ყველას დიდი მადლობა საფრანგეთის ტელევიზიას კიდევ ტელევიზიას დიდი მადლობა ყველას და ეხლა ჩვენი წასულები გვიმასწრებიან ჩვენ და ყოველისებურად ჩვენი წასულები პირველ რიგში ანზორი დავითი და მერე გასაკვირველია ერთმანეთს დავდაცვით. ქრისტე აღდგა.